მოგესალმებით 12 საათი ამ დროის ახალ ამბებს ნუცა კოპალიანი გაგაცნობთ თქვენ უყურებთ ტელემაესტროს და ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე. ტელეკომპანია მაესტროს ინიციატივით საქართველოში არსებული მედია საშუალებების წარმომადგენელთა შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო თბილისი მერიოდში იწყება. შეხვედრის მიზანი ახალი მედია გაერთიანების ჩამოყალიბება, რომლის შექმნის ინიციატორი ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღონტია. მან ამის შესახებ 16 დეკემბერს ნუსუბიძის პირველ მიკრორაიონში პოლიციის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. ღონტის თქმით, ყველა მედია საშუალება ნატოს პრინციპების საფუძველზე უნდა გაერთიანდეს და ამ პრინციპებით იხამძღვანელოს. ერთ-ერთ მედია საშუალებაზე თავდასხმა ყველა მედია საშუალებაზე თავდასხმას უნდა ნიშნავდეს, განაცხადა ღონტმა. პრეზიდენტო, ნუ მოკლავთ პრესა საქართველოს პირველი პირისადმი ეს მიმართვა ქართულ და ინგლისურ ენებზე თითქმის ყველა გაზეთის დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზეა დაბეჭდილი. გაზეთები კვირის პალიტრა, რეზონანსი, ასავალ-დასავალი ვერსია, ახალი თაობა, ქრონიკა ამ ფორმით საგაზეთო ჯიხურების აღების კამპანიას აპროტესტებენ და მისი შეჩერების მოთხოვნით პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავენ. გაზეთ კვირის პალიტრის ინფორმაციით თბილისში არსებულ პრესაზე სპეციალიზებული 140-150 ჯიხურიდან დღეისთვის რამდენიმეღა იქნა დარჩენილი და მათაც სავარაუდოდ წლის ბოლომდე აიღებენ. პრესის ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში და ექსპერტები საგაზეთო ჯიხურების აღების კამპანიას ბეჭდურ მედიაზე ზეწოლად აფასებენ. დედაქალაქში პრესის გავრცელებას უკვე რამდენიმე კვირაა პრობლემები აქვს. სადისტრიბუციო კომპანია მაცნეს ქსელი კი შაბათს პრაქტიკულად პარალიზებული იყო. რის მიზეზით სწორედ თბილისში პრესის გავრცელების ჯიხურების აღება გახდა. არც ერთი გაზეთის მაცნეს სარეალიზაციოდ არ გაუტანია პრესის გავრცელების ჯიხურების აღება, მერიის პროექტ 1000 ჯიხურიც გამოხდება, რომლის ფარგლებშიც თბილისში ახალი სავაჭრო ჯიხურები დაეთქმება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აქამდე ჩატარებულ აუქციონებში კი არსებული ინფორმაციით ძირითადად გაიმარჯვეს კომპანიებმა. პოლტრი ჯორჯიამ, კუმისი, ნუგეში, იოლი პროექტ 1000 ჯიხურის ფარგლებში მორიგი აუქციონები კი 28 დეკემბერს და 4 იანვარს გაიმართება. უნდა გაიზარდოს თუ არა პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების ეს ერთადერთი საკითხია, რომელიც ჯერ ისევ ღიად არის დარჩენილი. დავით ბაქრაძე ამ საკითხის გადასაჭრელად დღეს ყველა იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ეპატიჟება, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საარჩევნო კოდექსზე მიმდინარე პროცესებით შეაჯამა. მისი თქმით, უკვე შექმნილია ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია. ასევე უახლოეს მომავალში შეიქმნება კომისია, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას გააკონტროლებს. მისივე თქმით, გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაცია. მოუწოდებ ყველა ამ პარტიას დღეს მოვბრძანდნენ ჩემთან, შევიკრიბოთ, მე მზად ვარ პირადად მივიღო მონაწილეობა ამ კონსულტაციებში, შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. თუ პოლიტიკური პარტიები დათანხმდებიან, რომ ძველი შეთანხმება დარჩეს ძალაში და გაიზარდოს რაოდენობა, ხო კარგი, თუ ეს შეთანხმება ძალაში აღარ იქნება, მაშინ აუცილებელია გადმეორდები ვიფიქროთ სხვა მექანიზმზე, რომელთაც უზრუნველყოფთ მომავალ პარლამენტში ოპოზიციის უფრო ძლიერ წარმომადგენლობითობას. ამიტომ ნებისმიერი ასეთი მექანიზმი უნდა იქნეს შეთანხმებული ისევ და ისევ კომპრომისის და მოლაპარაკების გზით და მე მოუწოდებ ყველა პარტიას, რომელიც იყო თავის დროზე ამ შეთანხმების ნაწილი, დღეს 2 საათზე მოვბრძანდნენ ჩემთან ოფისში, შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ და შევეცადოთ, რომ დღის ბოლომდე გამოვიდეთ უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილებით. ვინაიდან ისევ განმეორდები, დრო უკვე ძალიან ცოტა გვაქვს და აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ცვლილებების მიღება საარჩევნო კოდექსში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიესალმება საქართველო-ამერიკას შორის სამხედრო სფეროში არსებულ ურთიერთობას. ბასის განცხადებით, ის არ გაცნობია შტატების კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტს, თუმცა მიესალმება, რომ ქართველი სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ ISAF-ის პროგრამაში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტი მიიღო, რომლის 1244 მუხლში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზეა საუბარი. ბიუჯეტი ხელმოსაწერად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უნდა დაეგზავნოს. არ მინახავს იმ სიტყვების საბოლოო ვერსია, რომელიც ამ დოკუმენტში მოხვდა. რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, ეს არის მტკიცე და ჯანსაღი, რომელიც საერთო ხედვასა და ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოსა და ქართულ სამხედროებში აქვთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.
ალაჯიევას მომხრეები ცხინვალში დემონსტრაციებს 31 დეკემბრამდე გააგრძელებენ. ამის შესახებ კავკას კი უზელი უწყება. ოპოზიციის აქციები იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლება ჯიევასთან მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს. ორი დღით შეწყვეტილ აქციებს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მომხრეები ხვალიდან განაახლებენ და დე-ფაქტო გენერალური პროკურორის თანამდებობიდან თეიმურაზ ხუგაევისა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან აცამაზ ბიჩენოვის გათავისუფლებას მოითხოვენ. მიტინგების ჩატარებაზე მათ სანქცია უკვე მიიღეს, ასევე 20 დეკემბერს არის დაგეგმილი ალაჯიევასა და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის შეხვედრა, რომელზეც ოპოზიცია წინა შეხვედრაზე დასმულ კითხვებზე პასუხებს ელოდება. ხუგაევის და ბიჩენოვის გადაყენება ოპოზიციისა და მოქმედ დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის მიღწეული კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია. მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებას დე-ფაქტო პარლამენტმა 14 დეკემბრის ხდომაზე მხარი არ დაუჭირა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში საკათოლიკური ლიტურგია აღევლინება წმინდა ნიკოლოზ საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ მიიჩნევა, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში შეავედრა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონისტით მორწმუნეები წმინდა მღვდელმთავრას შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს. საქართველოს მხატვართა კავშირის ახალი თავმჯდომარის ვინაობა კენჭისყრის მეორე ტურში გამოვლინდება, რომელიც სავარაუდოდ 2 თვეში გაიმართება. გუშინ გამართულ მხატვართა კავშირის ყრილობაზე კი ვერც ერთმა კანდიდატმა საჭირო 50% + 1 ხმა ვერ დააგროვა. მეორე ტურში 2 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ესენი გურამ ცერცოძე და ცისომ ჭედლიძე არიან. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივლის გაუქმა მხატვართა კავშირის თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც კავშირის თავმჯდომარედ 2011 წლის 12 თებერვალს გია ბუღაძე აირჩიეს. 197 ხმა შეხვდნენ ჭედლიძეს. 170 შეხვდა ბატონ ცერცვაძეს. 38 ხმა მიაკუთვნეს შენგელიას. ასე რომ ქორუმი, რომელიც ჩვენ გამოვთვალეთ და იმას, ესე იგი გამარჯვებულში რო ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო 50 + 1, 227 ხმას + 1. ასე რომ ეს ქორუმი არ შესდგა. დღეს როცა ვაკეთებ რეჟიმირება შეაცხდება, მივხვდი რომ ვაი თუ ცისო არ გავიდა და ამიტომ ეს არის ცივილიზებული გზა, გადასცე შენი ხმები და ნუ მე მგონი ამ დარბაზში ვიღაც მეყოლებოდა ჩემ მომხრე და ამით ცოტა დავაბალანსებინეს მეორე ბანაკთან რაღაცნაირად. შედეგები დადგა ესე რომ 3 კანდიდატი მონაწილეობდა, ამ 3 კანდიდატიდან სამივე მიიღო გარკვეული ხმები და კანონის მიხედვით 51% იყო აუცილებელი რომ მიიღო რომელიმე კანდიდატს, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მივიღეთ 51%, ამის გამო დაგჭირდება აუცილებლად მეორე ტური. მეორე ტურში იქნება საჭირო ხმების უბრალო უმრავლესობა. დაინიშნება ალბათ წესდების მიხედვით მეორე ტური და ამ მეორე ტურში გამოვლინდება გამარჯვებული. აქ არ არის გამარჯვების დამარცხებაზე, უბრალოდ ორგანიზაცია გადარჩეს, ორგანიზაციას ბევრი პრობლემები აქვს და აქ თავმჯდომარის გამარჯვება და გამოვლინება მოხდება მეორე ტურში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შრომის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. ძირითადი პრობლემები კერძო სექტორში გამოიკვეთა, რაც შრომით ანაზღაურებას, შვებულებას და სამუშაო საათებს ეხება. აღნიშნული საკითხები ქართულ კანონმდებლობაში ზუსტად არ არის განსაზღვრული და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. საია 2010 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც საქართველოში შრომითი უფლებების დაცვას გულისხმობს. სამსახურიდან დათხოვნის ძალიან მარტივი საფუძვლები არსებობს და ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ადამიანის დაუსაბუთებლად გათავისუფლება სამსახურიდან. ძირითადი პრობლემა არის ეს, მაგრამ რა თქმა უნდა უკვე მოწყვა ჯგუფებთან მიმართებით, როგორც არიან ორსულები, არასრულწლოვნები, აქ კიდევ დამატებითი გარანტიები არის საჭირო, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში სათანადოდ არ არის წარმოქმნილი. განხილული გვაქვს სამუშაო დროის საკითხი და ზეგანაკეთური სამუშაოს საკითხი, რომელიც ანაზღაურებაც არ ხდება და სამუშაო საათების დადგენაც ხელშეკრულების მხარეებზეა დამოკიდებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2011 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებლები წარმოადგინა. ამ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6.203.000 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით მეტია. დარგობრივ პროდუქტებში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა 18.3%-ით, შემდეგ პოზიციებს იკავებს ვაჭრობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. აღსანიშნავი არის და სოფლის მეურნეობაში მართალია 6%-იანი ზრდა არის, თუმცა საკმაოდ მაღალი არის გათვალისწინებული ბოლო წლების მონაცემებზე დაყრდნობით, იმიტომ 2007 წლის შემდეგ ერთ კვარტალში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა ესე მაღალი ჯერ არ ყოფილა. გარდა ამისა, მესამე კვარტალი როგორც მოიხსენიებათ არის საკმაოდ აქტიური ტურიზმის კუთხით. შესაბამისად, ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც აისახა კიდეც პირდაპირ სასტუმროების და რესტორნების და ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორის ზრდაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საახალწლო ფესტივალს მართავს. ფესტივალის ფარგლებში გუშინ კონსერვატორიის სცენაში შტატებიდან ჩამოსული პიანისტი ბრედ მედლაუ წარსდგა. ღონისძიებას შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც დაესწრო. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები. მოხარული ვარ, რომ საახალწლო ღონისძიებების მხარდამჭერი გახლავართ. წელს გადავწყვეტეთ საერთაშორისოდ აღიარებული ჯაზ პიანისტი ბრედ მედლოუ ჩამოგვეყვანა. კარგად ვიცით, საქართველოს მოსახლეობის სიყვარული ჯაზის მიმართ ამდენად 2012 წლის დადგომამდე